მოკლედ დრო არის ქრონიკის ანონსი ნახოთ თუ შეიძლება ჩვენ კიდევ ერთი სტუმარი შემოგვერთება და უნდა თქვა ერთი რაღაცა რომ ერთია როდესაც სახში ვინახავთ ნივთებს და ნივთების ადგილი არის მუზეუმში და ჩვენ არ შეგვეძლო ვესაუბრა ნივთებზე და არ მოსულიყო ჩვენთან თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია რომელიც დაცვით არის მოსული უფრო ძალიან ძვირფასი ნივთები ძველი ასე ვაჟა-ფშაველას ნაქონი ნივთები მოვიტან როგორც ვიცი ძალიან ძველი ნივთები აქვს და ეჭვმაქვს რომ დაცვა უნდა მოყვებოდეს მის პატარა ყუთს რომელშიც ძალიან დიდი ნივთები დევს მოკლედ ჩვენი სტუმარია ჩვენთან სტუმრად შეიძლება ეს პაკეტ დავაბრძანოთ გამარჯობა დირექტორებს ჩვენს სამარძელში გამარჯობა დავბრძანდით ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით და გვანდეთ ესეთი პირიქით დიდი მადლობა მოპატიჟებისათვის ეხლა თქვენ საუბრობდით სესილია თაყაიშვილის ანდერძზე სხვათა შორის მინდა გითხრათ რომ საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა საცავში ინახება თვითონ ეს ორიგინალი დიახ ანდერძის დაწერილია წითელი კალმით სულ 2 რვეულის გვერდზე და მე ვიტყვი რომ ეს არ არის ანდერძი ეს არის ლიტერატურული შედევრი შეიძლება ითქვას სხვათა შორის ეს ანდერძი არის პროტესტი ეს არის პროტესტი საზოგადოებისადმი და არა მარტო საზოგადოებისადმი არა მარტო მე ვფიქრობ რომ ეს არის შემოქმედის სულის ამბოხიც ამასთან თქვენ კარგად თქვით რომ მუზეუმი არის ძირითადი საცავი ძველი ნივთებისა და ის დიდი სახელები რომლებიც იყვნენ კინოში, მუსიკაში, ქორეოგრაფიაში და თეატრში ყველაფერი არის ჩვენთან მოკლედ ჩვენ მოიტანა უბრალოდ ყუთში რა დევს არ ვიცი ამას ნახოთ ქრონიკის ანონსის შემდეგ დაგველოდეთ 30 წამში დაგიბრუნდებით გამოშვებამდე ნახევარი საათით ადრე მოკლედ გეტყვით რას ნახავთ ქრონიკაში 2-ზე საუკუნის პროცესის ქართული ნაწილი ანდერს ბრეივიკმა თავთალი პარტელიანის მკვლელობის დეტალები გაიხსენა მოკლული გოგონას მამის და ტერორისტის პირველი შეხვედრა და ჩვენება რომლის დროსაც თავთალი პარტელიანმა ცრემლები ვერ შეიკავა სოფო ზურაბიანი რამდენიმე წუთში პროცესის დეტალებზე ახლოდან მოგვიყვება გამოშვებაში ასევე ნახავთ 2012-ში აპოკალიფსი არ დადგება დაკარგული ცივილიზაციის ახალი კვალი გვატემალაში მკვლევარებმა მაიას ტომის ფერწერა და 1000 წლეულების აბსოლუტურად განსხვავებული პროგნოზი იპოვეს 2012 წლიდან არასამყაროს აღსასრული არამედ ახალი ციკლი ბაქტური დაიწყება. ეს და სხვა სიახლეები ნახეთ ქრონიკაში ზუსტად 2-ზე. დღეს შოუ დაბრუნდა პირდაპირ და თუ შეიძლება გვანახეთ აი მე ნიკოლო შენ უნდა ამოიღო? არა, ერთი შემოვიდა ძალიან ძვირფასი ნივთები და აქედან გამომდინარე დავიცვათ ამ ნივთების ისტორია მოგიყვეთ ჩვენ ვცდილობთ რომ ასეთ ძვირფას ნივთებს იშვიათად შევეხოთ ხელით ეს არის ჯერ ძალიან ლამაზია ძალიან ლამაზია რა თქმა უნდა საქართველოში ქალის სილამაზე ფასდებოდა მისი წელის სიწვრილით თუ ქალს ქონდა წვრილი წელი, მაშინ ეს ქალი დასაფასებელი იყო. არ მითხრა რომ ვინმეს ამ შემოწირულობის წელი ქონდა. რა თქმა უნდა, ეს არის ელენე ჩერქეზიშვილის ქამარი, ეს არის მისი ელისაბედის? ელიზაბეტოსი? დიახ, ელისაბედ ჩერქეზიშვილის არის. თლიანად ფილიგრიმით არის შესრულებული, ეს ნამდვილი ლალისფლები და ზურმუხტები არის. თუმცა ყველაზე უნდა მოვიდეს ნახოთ ელისაბედ ჩერქეზიშვილი რომ გარდაიცვალა საოცარი 4 ქალმა გამოიტანა კუბო ეს იყო ნატო ვაჩნაძე სესილია თაყაიშვილი თამარ ჭავჭავაძე და ვერიკვან ჯაფარიძე 4 ქალმა გამოიტანა რამდენი სანტიმეტრია დაახლოებით ამ მაგრამ ამ წელის გარშემოწირულობის კაც კი აწევდა 4 ქალი ესეთი არა ეს მეც კარგად მექნება ნამერები წელზე ნუ შემოიღო ელისაბედ 63 ქონდა ორი ეს კარგად მექნება აქ სადაც შემახედე რა ხელთათმანი წელზე არ შემოიღო არა ხელთათმანი მათხოვდა თვალე ერთ დროს მეც კარგად მექნებოდა ეჭვი არ მეპარება მანახე დარისპანს რო თამაშობ შეიძლება დილის წელზე არ შემოიღო არა უბრალოდ მინდა დავინახო ბაბე ძალიან გთხოვთ რა კაბელიას აქ ძალიან საინტერესო ისტორია ელიზაბებოზე მოსაყოლი მოგვიყევით რა თუ შეიძლება ძალიან მიყვარდა და ვეუბნებოდი ლიზაბებო კაფედი მომიცი რა ეხლა შვილო გრძელი კაბა ეცვა ხოლმე არა ჩიხრიკობით დადიოდა და 3 ის ქვედატანი ეცვა ხოლმე პირველი მეორე და აი მესამეზე ქონდა ესე ჯიბეები
დაკერებული, აქ ჩურჩხელები ქონდა, აქ კანფეტი, აქეთ გამხმარი ხილი და ამოიღებდა ხოლმე. აჰა, შვილო. ვაკოცებდი, დიდი მადლობა ელიზაბეტ. გიორგი, ეს რაღაცა ასევე საოცარი ნივთია. ეს არის ამ ქამრის გაგრძელება. კი ბატონო, მინდა გაჩვენოთ მეც ძალიან, იმიტომ რომ ქართველი ქალები მე-19 საუკუნეში იცმევდნენ ასე. ეს არის ნამდვილი ოქრო, ოქროთი არის გაფორმებული ზურმუხტის თვლებით და არის წითელი და ოქრო. წითელისა და ოქროს მონაცვლეობა ბიზანტიური წესის მიხედვით ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო ფერთა შეხამება. ეს არის ალბათ ოქრომკერდი, რო ქვია ალბათ ეს. წითელს უხდება ოქრომკერდი და ბიზანტიის იმპერიის შემდეგ საქართველოს შემორჩა ყველაზე მეტად. აი თუ მოვედი ახლა. თუ ხედავთ აქ ხილები, არაჩვეულებრივ საინტერესო ოქრება, არასოდეს ვერაფრით ვერ გახსნი თუ არ იცი როგორ უნდა გახსნა. და თან არის იცით, აი აქეთ ხარ ეს თეთრი მხარე, რატო ეს აღარ ჩანს, ანუ მხოლოდ გულისპირი, ანუ ეს არის გულისპირი, ხო? და აქედან გამომდინარე ეს არის მე-19 საუკუნე და ესეც გახლავთ ელინე ჩერქეზიშვილის ნაქონი, ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე არა, ეს მე-19 საუკუნეში და რა ლამაზია. და პარემღავა ბოლონიცაც გაჩვენებთ, რომელიც მუზეუმიდან მოვიტანეთ. შეიძლება. ეს არის ჩვენთვის ვფიქრობ ძალიან ძვირფასი და გეტყვით რატომ. ხელსახოცებია? არა. აი, ვაჟას ხილები. ვაჟა შაველაზე საუბარი. ერთი მივეცი სიმონს იგულისხმება სიმონ ჩიკოვანი და ერთი ბაჟანს იგულისხმება მიკოლა ბაჟანი. ეს არის სერგო ზაქარიაძის ხელი. ეს იყო მისი საკუთრება. თვითონ საიდან ქონდა? ეს არის, აი გეტყვით ახლა, ეს არის თვითონ სერგო ზაქარიაძის ცხვირსახოცი, რომელშიც არის გახვეული. ცხვირსახოცია გახვეული. შეიძლება რომ ანახოთ კარგად. რა უნდა? კარგერ ვაცდები რომ კარგად ვაჩვენო მაყურებელს. უბრალოდ აუხსენი გიორგი რას ნიშნავს ხილები და სადი ინახავდნენ კაცებს. მაწნის ხილა რომ ბევრს მაგის თუ ზოგს გონია რომ ეს არის როგორც ქალის ტანსაცმელში იყო საღილები, ატრიბუტი, ასევე კაცის ჩოხაში გახდათ აი ეს ქილები, რომელიც სპილოს ძვლისა გამზადდებოდა და ჩოხის თავზე მაგდა. აი ეს არის ის ქილები, რომელიც რომელიც რომლიდანაც მხოლოდ ორადორია შემორჩენილი. ერთი სიმონ ჩიკოვანს აქვს, ერთი მიკოლა ბაჟანს და ერთი ჩვენი მუზეუმის კუთვნილება. გიორგი ითვლებოდა, რაც უფრო ლამაზი და ესე იგი წარმოსადეგი იყო კაცი, მით უფრო მეტი ქილა ეტეოდა მკერდზე. ამ თქო, იყო 12-იანი, იყო 20-იანი. 60 მეტეოდა. 12-იანი. არა, სპატაკტორის ვიზუალურად ძალიან ალამაზებდა კაცის თავს. რა თქმა უნდა და რაც უფრო მდიდრული იყო ჩოხა, მით უფრო სადა იყო ქილები, ხო. აქედან გამომდინარე. ჩემ სამორსაც საშილად მოუხდა ქილები, როდესაც მას შეასრულა ქართული წელი. ხალხალია. მისი ფანი ვიყავ. კი, მაინც სამორი იყო ეხა ისეთი დროული, ვაჟამშავებასთან რომ პირდაპირ დააპატიეთ ალბათ. არა. ძალიან კარგად არის შენახული. რა თქმა უნდა, ძალიან კარგად არის შენახული. მინდა გითხრათ, ახლა თქვენ საუბრობდით სოფიკო ჭიაურელზე და ესეც მინდა აღვნიშნოთ. ჩვენს მუზეუმში ინახება ქართული კოსტუმების კოლექცია და მათ შორის ინახება სოფიკო ჭიაურელის ორი კოსტუმი, ერთი გახლავთ ფილმიდან ბროწეულის ფერი, ეს არის ნამდვილი შედევრი და ფარაჯანოვი არის მისი ავტორი და მეორე გახლავთ სურამის ციხე. გიორგი, აი არ შემიძლია რომ მადლობა არ გითხრას შე? კინტაურს რომ ცეკავს, იქნებ მოიწი. კინტაურმა ჩვენამდე ვერ მოაღწია, თუმცა აი სულ ახლახან ბატონი ელდარ შენგელაის დახმარებით ჩვენს მუზეუმში შემოვიდა ფუფალას კოსტუმი და ესეც ძალიან მალე გამოიფინება მუზეუმში. გიორგი, რა მაინტერესებს? ყველაზე ძველი ნივთი რა არის თქვენთან მუზეუმში, რომელსაც ყველაზე მეტად უფრთხილდებით? ყველაზე ძველი ნივთი ეს გახლავთ თეატრთან არის დაკავშირებული, მაგრამ არის ძველი წელთაღრიცხვის მეორე 1000 წლეული და გახლავთ მსახიობის ნიღაბი, ნახევარი სახე იცინი, ნახევარი სახე კი და მძივებიც არის, სადაც არის სწორედ ეს დაღიმებული და მოწყენილი სახე. და გამორჩეული კოსტუმი თუ შეიძლება ესე ითქვას, ეს არის თამარ მეფის კოსტუმი, ვარძის ფრესკიდან ზუსტად აღდგენილი 50-იან წლებში. ფიქრობთ რომ მისი მხატვარი არის ცნობილი კინომხატვარი მირზაშვილი და აი ამ კოსტუმის საშუალებით ნამდვილად შეგიძლია შენს თვალწინ აღადგინო თამარ მეფის სიმაღლე, არც თუ ის ძალიან მაღალი ქალი იყო, მაგრამ ძალიან კარგი აღნაგობის და საოცარი გემოვნება. მიუხედავად იმისა, რომ მე ხშირად
ვარ თქვენ მუზეუმში, აი ხა კიდე მომინდა რომ კიდე ერთხელ მოვიდე და იმიტომ ეს მუზეუმი რაღაცა რაც შენ იქ მიხვედი უფრო გაიცნო საზოგადოებამ და მე მგონი არ გავაკვირა რომ რაღაც სიუჟეტი და რაღაცა ამბავი არ იყოს ცნობილი რომ რაღაცა ხდება და მაყურებელიც გეთანხმება და ყველას გაუჩნდა რაც მთავარია გადასარევი შენობაა და ფუნქცია შეიძინა ამ შენობას. დიდი მადლობა. მე ვფიქრობ რომ ქართული თეატრი, მუსიკა, კინო და ქორეოგრაფია არის ის თემატიკა, რომლის სანახავათაც ყველამ უნდა იაროს. აქედან გამომდინარე და ის კიდევაც დარწმუნებული. შვილებიც უნდა გაიზარდოს ისე რომ იცოდნენ ქართული თეატრი და კინოს ისტორია აუცილებლად. ზედამ უნდა ატაროს შვილი თეატრში. მოკლედ მუსიკა ახსენდა გიორგიმ და შემდეგი ჩვენი სტუმარი სულ სხვა ეპოქის საჩუქრებით, სულ სხვა